კაი, ხო დავიწყეთ. ეს XRP-ი. რა ვიღაცები XRP-ზე შემეკითხებიან, არ ტრეიდობ კრიპტოს არაფერს რა ვიცი. შევხედოთ, მოდი ჯერ აქეთ. აქეთ არა. Forex ფაქტორი. ტრეიდინგ დღეები, შემდეგ კვირის. ორშაბათს, სამშაბათი, ოთხშაბათი ნიუსი არ გვაქვს. ეხა, ორშაბათს არ ტრეიდობთ, სამშაბათს არ ტრეიდობთ, იმიტომ რომ bank holiday შემდეგი დღე არის. ვინც არ იცით, იცოდეთ, რომ bank holiday შემდეგი დღეს დაბალბოთობიანი სატრეიდო დღე არის და ოთხშაბათს არ გაქვთ ნიუსი. ტრეიდ შეგიძლია იტრეიდოთ, მაგრამ იყავით დამოკიდებულები ძალიან მაკროებზე. ოთხშაბათს ეხა რა ვიცი, ზოგადად დღე ოთხშაბათი ცუდი არ არის ხოლმე რა, ნიუსი რომც არ არის. მაგრამ ნიუსი როცა არ არის და სატრეიდო დღე ითვლება, ეხა ოთხშაბათს სატრეიდო დღე არის, ხო? სულ თითქმის. მაკროებზე იტრეიდეთ მარტო რა, მე მაგას გირჩევთ და ძალიან კარგ ტრეიდებსაც დაიჭერთ. ხუთშაბათი, პარასკევი, ჩვეულებრივ შეგიძლიათ იტრეიდოთ ძალიან კაი დღეები იქნება ჩემი აზრით, ხუთშაბათი მით უმეტეს. ეს ნიუსი როცა არის ხოლმე 30-ზე, მე მგონი წაგებული არ მაქვს არასდროს, არ ვიცი. არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს ეგ ნიუსი რა. ეხლა რა შეიძლება, მოდი დოლარს გადავხედოთ რა უბრალოდ. დოლარი ბულიშია, მიდის აი ეს მაქვს მონიშნული, ეს inversion fair value-ები. კარგი inversion fair value-ები მაქვს და რესპექტებული წინათ. რაც ეხლა ფასი ათარგეთებს ჩემი აზრით, სტრუქტურა შევხედოთ daily-ზე. ხო, ჩამოვიდით order block-ში, fair value-ებში და გქონდა displacement-ი მაგენან 1 საათიანზე თუ იყო displacement-ი, კარგია, მომწოხარ პატარაო. ხო, კაი, low resistance liquidity არის, equal high-ები ავიღეთ. კიდევ ერთ high, ეს high. ეს კაი fair value-ებია. ჯერ low-ს გაიკეთებს ალბათ აი, სადღაც აქ შეიძლება. მე წავა დიდი ალბათობით ეხა თუ ძალიან არ ჩამოვიდა და მე არ იყო buy model-ი, მაგრამ წესით უკვე buy model-ი წრებულია idea-ში. თუ ულიშია. და არ ვსდები target-ში, იმიტომ რომ ეს inversion fair value-ები ეხა ცოტა ისეთი target-ია, liquidity ხო არ არის, ხო? რაღაცა წინათ დარესპექტებული inversion fair value-ები ეხა არც imbalance target-ი არ არის, კაი, იმიტომ რომ imbalance target-ი იყო აგერ ეს, აი. ეს ხო? და liquidity target-იც ძალიან ზემოთ არის, ხო? ამიტომაც ეხა შეიძლება, ანუ ეს target-ად, იმიტომში idea შეიძლება, ანუ უფრო target-ად კი არა, ეს inversion fair value-ები target-ზე target-ს მაგივრად ჯობია, აი აქ როავა მე smart money reverse-ას ელოდო, რომ retracement დაიჭირო თუ ულიშია. ვაფშე reverse-ალი. სალამ. ეს დავაგულოთ. ახლა რა შეიძლება ლობიოს დავსკიბოთ. სეტი მარკეტში რა შემიხედავს, ანალიზი არ გამკეთებია და ესე უცებ თქვენთან ერთად შევხედავ. მე ვისაუშვი. order block-ი ეს order block-ი აქ ეხა მე ვერაფერს არ ხედავ, სიმართლე გითხრათ არაფერი არ ჩანს. ეს low, ეს equal low და კარგად ჩანს. ეს swing low კიდე უკვე externally ვითა. Minorition-ში ვართ. Daily-ზე. daily-ზე ამბულიშია, просто. Bazı ეს order block-ი ხომ მოგანიშნინეთ. ეხლა უყურეთ. ხო. საათიანი ეს რა არის? სეტი მაქვს ჩართული თუ რა ხდება? regular trading hours-ი. ხო, so. გამახსენდა რაც მინდოდა. ეხლა უყურეთ რა. ეხლა ფასი 1 საათიან და 20 საათიანი სტრუქტურა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რა. ეხლა daily-ზე ეს target-ები რაც არ უნდა მქონდეს და ეს target-ები ხო 1 საათიანზე და 4 საათიანზე bearish displacement-ი თუ არ არის, ხო, ესე იგი მარკეტი bearish-ი არ არის.
ამიტომაც ეხა 4 საათიანზე რასაც მე დაველოდებოდი, არის ჯერ ფასი წესით აქ ჩამოვა, შეიძლება ცოტა ზემოთ წაიყვანოს, მე ჩამოვიდეს და თუ მაგის disrespect-ი იყო, შეგიძლიათ გამოიყენოთ inversion test თუ დაატარგეთოთ ეს low. ამ low-ს ქვემოთ displacement-ი რო გქონდეს, კეთდება რა? ორდე ბლოკი, breaker-ი და ფეროლგების დიდი ალბათობით გაკეთდება რა. სტრუქტურულად ჩამოყალიბდეს ჯერ BR-ში. კვირის დასაწყისში, ხო, დიდი მოძრაობა არ იქნება, რადგან ნიუსები არ გვაქვს. ასე რომ, ხალხო, ეხა თუ BR-ში ფასები მინდა, მე დაველოდებოდი 4 საათიანზე სტრუქტურას, რომ ჩამოყალიბდეს displacement-ი იყოს ქვემოთ, რომ გადაწყვეტო რომ BR-შია, ხო? სანამ ეგ არ იქნება მარკეტი ბულიში. სანამ ეგ ნიშნები არ იქნება მარკეტზე. ეხა მე ეს შორტი და ტრეიდები მაქვს, აი ეს. და მაგასაც ავხსნი, რატო უფრო დეტალებში ვიდრე ის TikTok-ზე ავხსენი რა. კაი. ხო, NQ-ზე მაგას ხედავ, ის არ შემიხედავ, საბა შევხედო ის. ჰაიზე SMT არის. დიდი რაღაცა სასწაული ჰაი არ არის SMT იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება იმოქმედოს ეხა. აქ SMT-ა? კი, აქ SMT-ა. აი ამ ლოებზე SMT არის რა. მაგრამ ეს პრობლემები თუ BR სტრუქტურა იყო, კაი თარგეტია, sell side-ის ქვემოთ იმბალანსია, მშვენიერი. აი ეს low-ები რა, IS-ზე. აი ეს low-ები არის ძალიან საეჭვო. ჩემთვის ეს low-ები ეს რო დატოვებულია. ეს low, ძალიან საჭურო არის swing low-ები დატოვებული და მე მინდა რომ BR-ში იყოს ძალიან რა, როგორც წლის დასაწყისში ვთქვი თუ სანამ წელი გაიხსნებოდა, რომ ჯერ მარკეტი მინდა რომ coach ჩამოვიდეს, რომ მე ზემოთ წავიდეს თქო. ჯერ მინდა რომ ეგ coach ჩამოსვლა არ დასრულდეს რა. ეხა ეგრევე all time high-ზე არ მინდა, მეზღე all time high. ხო. ეგ არის და ეგ თქვენ რას ფიქრობთ ის? ხო. Baram. Თქვენი ანალიზია რა. იმოთია თუ მაინც ვარ. არა, თოთლა. ინვერსია რომელიც ზემოთ დაიხურა და ეგ მაძლევს იმედს რომ BR-ში შეიძლება იყოს ჯერ წინათ. ხო, ჯერ ხო, მაგის ზემოთ არ ჩახურულა, თუ ჩაიხურებ ეგ ცუდი იქნება. BR-ში ამარკეთ ძალიან პარასხის ნიუ-იორკის ჰაის გაიხანს არ აიღებს და მაქსიმუმ მანიპულაცია იყოს წინ ლონდონის აიმდე. ეს ძლიერი განაცხადია. Smart Universal და ნახვილობიში. ეს როლგები მონიშნული კონდეთ თუ BR-ში იქნება თარგეტად უეჯველი. ისე აქ რამდენი ელოდებოდით რომ ფასი ჩამოვიდოდა ამ კიპში. ზეგან რო შორტი ვითრეიდო VPR ხო იყო მანდ. შენ შორტავდი ნუ შეგეხედათ ბრატ, შეგეხედათ B მენტორმა რა დაგიწერეთ, შეგეხედათ. ზეგან რო შორტი ვითრეიდო VPR ხო იყო მანდ, ორზე. VPR. კი, აგერ ესა VPR. რამდენი ხაზია? ეს არის VPR. სამშაბათი ჰაი, მე სამშაბათი ჰაი და მე COVID თქო, ხო, მაგრამ სამშაბათს არ იყო ჰაი იდეაში. მაგრამ შეხედე აქ რავი მე რატომაც ეგ ვთქვი, რომ მაგ daily frolgებში არ ჩამოვიდოდა რა. იმიტომ რომ ქონდა inversion frolgები რა, ფასი აშკარად ბულიში იყო. ეს inversion რო ქონდა, ხო, ამ frolgებში ჩამოსვლა არ იყო საჭირო, აი ეს მოძრაობა რო გაეკეთებინა მარკეტს.
და ეხლა 15 წუთიანზე რო გადავიდე, რო შევხედე, ხო? ხედავ რას? აზია, ფული სტრუქტურა, ლონდონი, манипуляცია ქვემოთ, დისტრიბუცია ზემოთ და ანუ ფულის სტრუქტურა არის რა. სანამ მე ხა შეხედე, აქ თან low resistance liquidity-ია ზემოთ. აქ არ გვაქვს low resistance liquidity-ა ეს. ერთი ესენია, მეტი არაფერი რა. და ეს უნდა გაგეშორდა, იცი როდის? აი აქ რო მაგალითად, აი ეს აი რო აიღო, ეს აი რო აიღო და displacement-ი ყოფილიყო ქვემოთ. და ფეროლგები. მაგიდან გაშორტავდი თავისუფლად რა. ორი აზრი არ არის. მაგრამ ეხა ესე სიტუაცია რო იყო, მე ვიცი რომ შენ აქ გალონგე ნობ. მახსოვს რომ აქედან გალონგე რაღაც 15 წუთიან inversion ფეროლგებში ეხა გამახსენდა. არა, 15 წუთიან IMG-მდე გალონგე როგორც ვიცი. daily inversion დავატარგეთე, მაგრამ მაინც წავაგე არასრულ ადგილას შევედი. 5 შაბათს daily inversion-ი დავატარგეთე. არასრულ ადგილას შევედი. მოდი გადავხედოთ. daily inversion 5 შაბათი ეს დავატარგეთე? კი. კაი, დრო მითხარ როდის შეხვედით ტრეიდში? PM-ზე. ოკეი, მოდი ნახოთ. PM-ზე ვითრეიდე, მე ჯერ მონიშნო. ეს დავატარგეთეთ PM-ზე ვითრეიდეთო. ამ შორიც გახსნა მეც მინდოდა. პროსტა გამიქცა ძალიან ფასი. თუ არა ეს არის დღე არის. PM-ზე. რადგან გაშორდიო? აი გაშორდა? ძალიან ტრეისინგი თქონდა ის. მაკროს დაელოდა და მაკროს მერე შეგვიძლია გეტრეიდ. აუ ვიცი ნოვე გამახსენდა. მაკროს არ დაველოდე, ხო? მარტო მაკრო არ არის, ხა შეიძლებოდა სირობულედის საათში ტრეიდი რა. თავისუფლად. მაგრამ არ ვიცი შეხვედი. აქაც ვერ შეხვიდოდი ტრეიდში, ძალიან დიდი retracement-ი ჰქონდა. აი აქ ნოვასაც შევიდა, ხო? ეგ ბევრად უკეთესია. რატო? და ბევრჯერ მithkons თან ის რა, ეხა აქიდან გაშორტვა აქამდე, რომელი უფრო მაღალბათობინა, აქიდან აქამდე რო შორტავ, თუ აქიდან. ეს არის sell მოდელის რედისტრიბუცია, ხო? აქამდე რო ჩამოიტანოს ფასი. არ გავითვალისწინე. ოკეი. ანუ გწოდნია შესაბამისში. არ ჭირდები. და მაგაში ჩაიხოთ ეცათინ წინათ არესპექტული ინვერსი. ეს წინათ არესპექტებული რაღაც ძალიან მოგაწონეთ მე მგონი. ჩემი კონცეფტი ხო არ გავხადო და აი ისეთი თუ აგინოვებში. და ისეთის არა აქ ეგ ნათქვამი, რავი, მე არ მახსოვს რომ იმენა ისეთის კონდეს რომ დარესპექტებულები უფრო მაღალბათობიანია. მე რაღაც რეგულატორის და მეძებნა და არ დავველოდე. ეს ძალიან აჩქარები ინტრია აქვს. low resistance liquidity არ გაქვს და მაგით ვიყავ დაბლობათობიანი შორტი. აი აქ. ნუ აქ SMD იყო? მანაშე იასნო, რა თვალები მაქვს ჩემი კარგი. და აგერ ამ inversion-ზე გაშორტავდი თავისუფლად. იზიზე. აქი მოგიჭერდა ეხა ეს რომ მოვიდა ეს, მაგრამ მოგიჭერდა. მაგრამ მე ჩამოვიდა. მე ორდერ ბლოკზე შეგლო entry. ორდერ ბლოკზე იასნა ბრატ. იმიტომ რომ SMD იყო. ეგ უფრო სუპი იყო. შენ ვაფშე თავიდან ორდერ ბლოკი. მე ეს რა ეს სუპი ვით გამოდის. მე ეს სუპი, რამდენი სუპად რა. ექსისექსუალური სადნახი. ექსისექსუალური სადნახი. გიჟობა. მოდი ახლა open range-ებს შევხედოთ, ბარემ მაგ დღეს როგორი სიტუაცია გქონდა რა. სად არის რომა? რომა.
open range gap-ის trade თუ გინდა, ხო? ესე ბრმად ვერ ტრეიდებ, მექანიკური არ არის რა. ჯერ პირველ რიგში უნდა იცოდე მარკეტი ბულიშია თუ ბიარიში და მაგის მიხედვით მოქმედებ მე open range gap-ის გარშემო. ეხლა უყურე, თუ მარკეტი ბულიშია და gap-ი გაიკეთა ზემოთ, ხო? მარკეტი ძლიერად ბულიშია, ესე იგი გაგრძელებს მოძრაობას რა. თუ მარკეტი ბიარიშია, ხო? ჩამოვა აი ამ open range gap-ში, თუ ზემოთ ქონდა gap-ი და ამის გარშემო კონსოლიდაცია იქნება და მე დისტრიბუცია ქვემოთ. აი, აგერ მაქვს ეგ ჩანაწერები რა. Opening range gap-ის gap-ი რო ზემოთ კეთება, ნუ bearish-იც იგივეა. კომენტ რო გაიგეთოს ეს ინფორმაცია შეატრიალე პროსტა. როცა ბულიშია, გაიხსენი შენი. კაი. როცა ბულიშია, ჩამოდის gap-ს ავსებს და მიდის ზემოთ, ხო? როცა bearish-ია, თუ ჩამოდის ამ gap-ში, ხო, და ბოლომდე ავსებს, მე მაგის გარშემო კონსოლიდაციას იწყებს, აი აგერ აქ როგორც არის, ჩამოდის, bearish-ია, ავსებს, კონსოლიდაციას იწყებს, ესე ას თუ ის ჩამოდის მე ქვემოთ. და როცა შეხედე ანუ როცა უკვე, აუ, შენ ეგ ჯერ არ გეცოდინება რომ, მაგრამ შეხედე როცა უკვე მარკეტს აქვს ტარგეტები რა, ყველა მარკეტს რომ მოძრაობს, მიზეზი აქვს რატომაც მოძრაობს, ანუ რაღაცა მიზნისკენ მიდის. და როცა ეგრე ხდება, რომ რაღაცა მიზნისკენ მიდის, როცა მაგ მიზანს მიაღწევს მარკეტი, ხო? მე იწყებს მარკეტი კონსოლიდაციას, ხო? და მე უკვე როცა მარკეტს ანუ აი ამ ჩამოსვლით, ხო? ან ასვლით, ან როცა უკვე თავის ტარგეტს მიერტყა, ხო? მე მაგ open range gap-ის გარშემო კონსოლიდაციას იწყებ. ეს არის ჩემი დასკრინულები რა, ეხლა უყურე. მარკეტი bearish-ი, gap-ი იყო ზემოთ. რა მოხდა აქ? ჩამოვიდა, ამოოს ეს open range gap-ი მთლიანად. მე კიდე bearish-ი იყო, აგერ ეს low-ები, ნუ ქვემოთ ტარგეტები იყო. retracement-ი ქონდა სად? აგერ აი ამ open range gap-ის 50%-ზე. ცოტა ხანი კონსოლიდაციაში იყო და მე დისტრიბუცია ქონდა ქვემოთ. აქაც აი, შეხედე open range gap-ი, bullish-ია მარკეტი, ეს bearish ვარიანტი იყო. bullish-ია მარკეტი, open range gap-ი, gap-ი ზემოთ, გაიგეთა? მონიშნავ close და opens, ხო? ჩამოდის ზედა ნაწილში, მიდის ზემოთ, რაღაც ტარგეტთან მივიდა, მე ჩამოდის, retracement-ი აქვს, ხო? retracement-ი აქვს upper quadrant-ში, upper quadrant-ი არის ეს აი ამ open range gap-ს 4 ატყობ. ეს ხო არის 0.5, ეს 0.25, ეს 0.75 ამ პირიქით, ხო? ზედა ნაწილიდან 75-დან 50 და 75 შორის ჩამოდის და აგზელებს ზემოთ სვლას. ეგ არის ყველაფერი რაც მაგაზე ვიცი მე მგონი რა. ანუ ძალიან იშვიათად ვიყენებ ხოლმე. მე უბრალოდ ვიყენებ ხოლმე მარტივად, არაფერს ეგრე ძალიან დაკვირებული არ ვარ, იმიტომ რომ იდეაში ეს თუ ამას რო ტრეიდობდე, ჩავიწერდი ყველაფერს და დავაკვირდებოდი რა დეტალებში. მაგრამ მე უბრალოდ თუ ვიყენებ ხოლმე ხანდახან რაღაც ტარგეტი რო არ მაქვს, მოვნიშნავ აგერ opens და close და დავათარგეთებ 75-ს, 9-ს, 25-ს და მთლიანად შევსებას რა. ანუ თუ bullish-ი ვარ და gap-ი იყო ქვემოთ, გავლონგავ მაგ ტარგეტებამდე. და თუ bearish-ი ვარ და gap-ი იყო ზემოთ, გავშორტავ მაგ ტარგეტებამდე. ხვდები? არაფრის, ვიღაცა მომთაკა. სიერატო დაბლოკილი. Taram param param. Კაი. ეხა ის ტრეიდი გამიხილოთ რა, ერთ ტრეიდი გავხსენი, მე მგონი მეტი არც მეცალ რო გამიხსნა. თუ არ იყო ერთ ტრეიდი, არ მახსოვს, ან ტრეიდი გავხსენი. ეს ტრეიდი, იცი? ეს ტრეიდი დემოზე იყო, მაგას არ ავხსნებოდი. არც მახსოვს რა გავხსენი. და მეტი არც ყოფილა, ხო? კაი, მოდი ერთ ტრეიდი ავხსნათ. რაც ბევრმა გახსნა სერვერზე. და დავიწყოთ top down ანალიზი გავაკეთოთ. პირველ რიგში ვართ 4 საათიან gap-ში. ხო? ესე ვთქვათ, external ადგილას ვართ რა, ანუ ავიღეთ external-ი,
ეს gap-ი ამ შემთხვევაში external ითვლება თუ გინდათ ეს liquidity ან ესენი და მოვდივართ site internal-ისკენ, ხო? ირლო და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო external-ი, საიდანაც market-ს ანუ target-ს მიარტყა, სულ აქედან retracement იწყებს. მერე ეხა 4 საათიან ეგრევე ხო არ შორტავ 1 წუთიანზე გადადიხარ და ეგრევე შორტ შედიხარ, ხო? არა, ეგრე ძალიან ზუსტი ვერ იქნები და მაღალბოთობიანიც არ იქნება, ხო? გადადიხარ 15 წუთიანზე. ნუ მე გადავედი ეგრე. აზია აკუმულაცია, ლონდონი манипуляცია, ჯუდა სვინგი ზემოთ, დისტრიბუცია ქვემოთ, ხო? ეს არის თქვენი daily profile. მე daily profile კი ნახე, მაგრამ მე უფრო მომეწონა ის, რომ აი ამ 4 საათიანი gap-ში ასვლის მერე დავიწყეთ რა, displacement-ი ქვემოთ 15 წუთიანი ფროლიგების გაკეთება დავიწყეთ bearish-ის და bullish gap-ების დადისრესპექტება დავიწყეთ. და ამ დროს მე რასაც ვუყურებ პლუს ამას კიდე რომ ეხა დაუშვათ bullish-ია, ხო? ეს ცოტა high resistance liquidity არის, ეხა low resistance liquidity აქ არ გვაქვს, ანუ თუ low resistance liquidity აქ არ გვაქვს, ესე იგი ჯერ უნდა დაგენერირდეს, რომ აქამდე გაშორტო. იდეაში, ხო? მაგრამ ES რო გადავხედე, ის ბევრად უფრო ახლოს იყო ამ low-სთან. მე რა target-იც ავიღე იდეაში არ მჭირდებოდა ესა NQ-ს მაგამდე ჩამოსვლა. იმიტომ რომ ძალიან კაი low hanging fruit target-ი ავიღე და ვსო, მეტი არ მჭირდებოდა. მოდი ეხა გადავალ 5 წუთიანზე. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა რო გაიხსნა. კაი. retracement-ი რო ქონდა market-ს 90 სანამ გაიხსნებოდა, იყო აგერ ეს ამ gap-ში შევედით, ხო? 20-იან gap-ში ქონდა მოქენა displacement-ი. გაკეთდა რა? unicorn-ი, breaker-ი, order block-ი და feral gap-ი, ხო? ეგრეა. მერე უკვე ჩემო მოსწავლეებმა ვინც ძველები ხართ ეს ვთქვათ, თუ ის გავლილი გაქვთ, იცით რომ 5-იან gap-ებზე, gap-ში რო შევდის market-ი, გადავდივართ 15 წამიანზე რომ ვიპოვო entry, უფრო ზუსტი entry და უფრო კაი risk to reward-ი. იმიტომ რომ მე აი წითელი ხაზი ხო იყო იდეაში target-ი რა. მე ჩემი target-ი იყო აი ესენი მარტო. აი ეს იყო ჩემი target-ი. მეტი არაფერი. აი ეს ორი liquidity, low hanging fruit target-ი. ადარიეგა. და აი აქ რო ავიდა, აი აქ უკვე 15 წამიანზე short-ში ვარ, stop loss-ი მიდევს აქ და take profit-ი მედო აი ამ equal lows-ზე. აგერ გაჩვენებთ. აქ ხო რეკორდდება მთლიანი ეგრანი. ოკეი. retracement-ი აქ მაგ 5 წუთიან gap-ში ეს ხაზი აგერ შეხედე breaker-ი მაქვს მონიშნული, feral gap-ი, order block-ი და აქ ავიდა ფასი, ხო? მე რა ხდება? აი ამ high-ებზე იყო SMT. აი ამ high-ებზე. აი აქ. აქ არ ჩანს, მაგრამ ES-თან იყო SMT, ხო? აქ ეგრევე სადღაც დავაჭირე, მე კიდე კომენტრი ჩამოვიდა ამის disrespect-ი რო ხდებოდა, აქ კიდე დავამატე, საშუალო entry აქ გამოვიდა. stop loss-ი აქ მედო. გამომდინარე იქიდან რომ მარკეტი ვოლატური იყო ძალიან. და დავათარგეთე ეს equal low-ი. მეტი არ ჭირდებოდა risk to reward თქვენ თვითონ ხედავთ რომ ბევრი იყო. აქ entry როგორც გინდათ ისე გაკეთებინათ რა მნიშვნელობა არ ქონდა. აქ თუ გინდათ თართულ super entry გაკეთებინათ, თუ გინდათ აგეთ disrespect-ზე აქ ეგრევე დაგეჭირათ, ან თუ გინდათ რა 20-ის მოდელიც არის აქ. market structure shift-ი, displacement-ი, feral gap-ი, აგერ entry, target-ი ეს low-ები. ესეთი სექსუალური და მაღალბოთობიანი ტრეიდი გაგვხსენი მე იმ აქ დღეს. და ხო, low resistance liquidity წარად გაბილდა. ეგ ამთავარი რა, ანუ market სტრუქტურის ჩამოყალიბება უნდა აცადოთ, სანამ რაღაცა ეგრევე სწრაფად შეხვალ target-ში რა. თუ low resistance liquidity target-ი არ გაქვთ market-ზე, ხო? ესე იგი ან სტრუქტურა არის საკმარისად დაშენებული, ან უბრალოდ უნდა მოვირიდოთ მაგ market-ს, იმიტომ რომ არის დაბალბოთობიანი. ჩვენ არ გვაქვს 5 წუთიანზე გაშორტა ეგრევე რა პრობლემაა. დავა ეგრევე ხიენოებ, სუპე. შესული იყავ აგენოებ და აგერ BPR-ზე ეგრევე გაგიშორტა. stop loss breaker-ი ზემოთ. take profit-ი low-ებს. აჰა. ხო, ეხა displacement-ი breaker-ზე ხო იცით რა, breaker-ზე რო შეხვალ, breaker-ი ზემოთ შეგვიძლია swing-ი ზემოთ stop loss დადო და დაათარგეთო market-ზე შენი target-ები. 3 წუთის მოგებული მქონდა ტრეიდი რაღაც მინდოდა. ვახ. ხვალ არის ორ შაბათი. ხვალ არაფერს არ ვაკეთებ იდეაში, ხო? კაი. So, კითხვები გაქვთ?
ხალხობა. ვინც არ შემოვიდა ბანს ვადებ რო იწოდეთ. იმდომაც კარგია რომ შემოხვედით. სანჯისად ბანიედება. სად არის? აგერ ზიანო ყური შეხედე. გავლიქეთ Discord-ი.